მარნეულელი ჯარისკაცი ქაზუმ გახრამანოვი ჯარისკაცებს ცემაშია დანაშაულებს. ქაზუმ გახრამანოვი 5 თვეა რაც სამხედრო სავალდებულო სამსახურში მსახურობს. ამჟამად იგი კლინიკაში იმყოფება. 9 მარტს ღამის 2 საათზე ჯარისკაცები მოვიდნენ და გამოღვიძეს. ბარათები და ფული მოგთხოვეს. ზოგს ბარათი წაართვეს. ჩვენ ვუთხარით ფული არ გვაქვს და გვცემეს. ისინი 5 იყვნენ. სერჟანტმა მითხრა, თუ ამ ფაქტს გაახმაურებთ, ჯერ 7 თვე კიდევ გაქვს ჯარში ყოფნის პერიოდი და უარესი მოგელისო. რამდენიმე დღის წინ ჩემ ძმას დავურეკე და ვკითხე, გამოუშვებდნენ თუ არა მას ნოვრუზ ბაირამისთვის. მითხრა რომ არა, 2 თვე აქ უნდა დარჩე. მაშინ ჩვენ მოვალთ შენ სანახავად თუ შენ ვერ მოდიხარ ნოვრუზ ბაირამზე. დღეს დამირეკა და მითხრა რომ ფონი ჭალაში ვარ და სახლში წამოსასვლელი ფული არ მაქვს. მე დრო არ მქონდა და მამაჩემი წავიდა მის მოსაყვანად. მამაჩემა რომ დაინახა ჩემი ძმა დამირეკა და მითხრა, შენი ძმა ჯარში სცემეს. მე რომ ვნახე ჩემი ძმა თვალი გალურჯებული ჰქონდა და მითხრა, თავი მტკივა და გულწრების შეგრძნება მაქვს. ჩვენ მივედით მარნეულის სამხედრო გაწვევის სამსახურში. იქ ვითხრეთ ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ჩვენ მხოლოდ მიყვავს ჯარისკაცების სამხედრო სამსახურში. ვითხოვთ ეს პრობლემა დროულად მოგვარდეს. ჩემი ძმა ქვეყნის სამსახურშია. როდესაც ჩემი ძმა ცემეს, ჩვენ არავინ არ დაგვირეკა და არ გავაგებინა არაფერი. არც საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქნებ რამე ჭირდა. ახალი შემოსულია დაახლოებით 1.5 საათის ეს პაციენტი ჯარისკაცია თვითონ როგორც ყვება 9-ში სემეს ჯარში იმყოფებოდა თბილისში კწანიში თუ გდანში რაღაც გავს ამბობს ნუ არ ვიცი ეს უკვე გამოძიების თემა ზუსტად დაადგენენ იძახის რომ ცემესო ვიზუალურად ავატყობს აღენიშნება სუბუქი კანქვეშა გემატომა პრეორბიტალური თვალის გარშემო ანუ ჩივილები თავის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება. ჯერ კვლევები ვერ მოვასწარით გაკეთება იმდენად ახალი შემოსულია ავატყობ. ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობით სამხედრო პოლიცია დაინტერესდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მცირე საკონფერენციო დარბაზში საკრებულოს სხდომა ჩატარდა. სხდომაზე დღის წესრიგით 5 საკითხი იყო წარმოდგენილი. დეპუტატებმა კენჭი უყარეს მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანას, რაც გულისხმობდა მარნეულის მუნიციპალიტეტში სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავისი ფორმატით ეს სხდომა იყო 2019 წლის ბიუჯეტში შესატანით ცვლილებები, რაც გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით 1.5 მილიონი თანხა დაემატა მუნიციპალიტეტში განსახორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ეს გადანაწილდა ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. საკრებულოს სხდომაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის განახლებული სოციალური პროგრამა დამტკიცდა, რომლითაც მოსახლეობა 2019 წელს ისარგებლებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის 2019 წელს ახალი სოციალური პროგრამა იმუშავებს მოსახლეობისათვის. ეს არის ძირეულად ახალი პროგრამა, რომელს მუშაობაშიც პროექტის შემუშავებაშიც ერთობლივად სამუშაო ჯგუფი იქნა შექმნილი მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში და ერთობლივი ძალიან ნაყოფიერი შრომის შედეგად ჯგუფის ხელმძღვანელი გახდათ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკანავერიანი ძალიან ყოფიერი მუშაობის შედეგად დღეს მოხდა ამ სოციალური პროგრამის პრეზენტაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა იმიტომ რომ ძირეულად ცვლის ყველა იმ მუხს რაც იყო 2000 გასული წლის სოციალურ პროგრამაში არის ძალიან ბევრი სიახლეები არის ძალიან მოცულობითი და ასევე არის შესაძლებლობა იმისა რომ რაც შეიძლება ბევრმა მოქალაქემ ისარგებლოს სოციალური დახმარებით დღემდე მოქმედი სოციალური პროგრამა ვერ ეხმიანებოდა ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნილებას სოციალური მიმართულებით. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულო სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შევიმუშავეთ 2019 წლის სოციალური პროგრამის დახმარების გაცემის წესი, სადაც ძირეულად არის გათვალისწინებული ჩვენი მოსახლეობის სოციალური მოთხოვნები და მაქსიმალურად არის მორგებული ჩვენ მოსახლეობის მძიმე სოციალურ ფონს. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და 2018 წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია. დღის განხილვასაც სხდომაზე დისკუსია მოყვა. აპანაჩის თემიდან, პოლიციების თემიდან, ალგეთის თემიდან აქვე არის
საკრებულოს წევრები და თუ შეიძლება ვკითხოთ მათ, არის თუ არ არის მათ თემებში წყალი. და ეს კონკრეტული გეუბნებით და სხვებზეც შემიძლია კიდევ ვისაუბროთ. აქცევ პასუხს თუ გაინტერესებს, ეთქვით. ბატონო ამაგა მოგახსენოთ, სადაც ჩვენ შევასრულეთ სამუშაო, ვიქ ყველგან არის წყალი, რას? მეორე, ძალიან ხშირად ბევრჯერ გამიმეორებია მithქვამს და ეხლაც გავიმეორებ, რომ გახსოვდეთ ბატონო ჩემო, რომ ეს არის მოძველებული სისტემა, რომელიც მუშაობს ძლივ-ძლივობით და ამუშავებს ჩვენი სოფწყალი. აქამდე გაჭირვებული მდგომარეობა ჰქონდათ ძალიან ამ სოფლებს, რომელსაც თქვენ ბრძანებთ, მაგრამ ნიშნულოვნად გაუმჯობესდა მიწოდება. ეხლა აი ამ წუთას რომ შემოვედი, დაბლა პროექტიროში კი მიზის, რომ უნდა გამოცვალოთ და შევცვალოთ, მივიღოთ ახალი მაგისტრალი უნდა გავიყვანოთ სულ მთლიანად და ეს სოფლები მიიღებენ სამუშაოებს. ეს ჯდება დაახლოებით 5 მილიონი ლარი. ეხლა ლაპარაკი არის იმაზე, რომ იქნება დაჩქარდეს სამუშაოები. დეპუტატებმა დადებითად გადაწყვიტეს მოსახლეობის თხოვნა, რაც გულისხმობდა ქალაქ მარნეულში 26 მაისის ქუჩაზე მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ნიშნის დამონტაჟებას, რის მეშვეობითაც ამ ტერიტორიაზე აიკრძალება სატვირთო მანქანების დგომა. ქვემო ქართლში რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელი აბაი ფაშაევი იქნება. ამის შესახებ რუსთავის საკრებულო საკონფერენციო დარბაზში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ადგილობრივი ხელისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა. სააგენტო თავისუფლება მოსლების ფარგლებში მოქმედებს, მოგეხსენებათ, სამი წარმომადგენლობა იქნება, როგორც საჯაროდ გაცხადდა, ეს იქნება ერთია. ამ რეგიონში ერთი იქნება აჭარაში, ერთი სამცხე-ჯავახეთში. პირველი ეს დემონსტრება დაიწყო და წარდგენა დაიწყო აქედან, იმიტომ რომ უფრო ახლოს არის და მეტი ასე თქვა სწრაფი კომუნიკაცია მოხდა ბუნებრივად სააგენტოსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, გუბერნიას შორის და შესაბამისად ასე თქვა სწრაფად მოგვადა ეს ტექნიკური ასე თქვა საკითხები, რაც გულისხმობდა მათ ჩართულობას და გვეჭვდგომას როგორც ფართის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ასევე ასე თქვა სამუშაო პირობების შექმნის კუთხით. ძირითადი ფუნქცია და მოვალეობა იქნება რელიგიისა და სახელმწიფო შორის ურთიერთობების დამყარება და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც მოხდება რელიგიისა და მთავრობის შორის კონფლიქტი, ის კონფლიქტი მოგვარდება ადგილზე. ჩვენ ამ მხრივ ვიმუშავებთ ასევე ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელიც რელიგიის საკითხებში მუშაობენ. ვითანამშრომლობთ ყველასთან, ეს ჩემთვის ჯერ დაწყებული ახალი სამსახურია, იმდენაც არ ვარ ამ საქმეში გამოცდილი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ჩვენ მოვაკროვებთ ყველა პრობლემებს და ეს ურთიერთობები ეს დამყარდება. სახელმწიფოს ინტერესი იქნება აქ დაცული პირველ რიგში და რა თქმა უნდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ემსახურება საქართველოს. როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, რეგიონული ოფისი იქნება ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან უკეთესი კოორდინაციისა და ჩართულობის საშუალება. რელიგიის საკითხებში სახელმწიფო სააგენტო 2014 წელს არის შექმნილი და ამ 5 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამე გააკეთეს სხვადასხვა რელიგიების გაძლიერების მიმართულებით და ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენს რეგიონში ხსნება სააგენტოს ოფისი ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა რელიგიის ორგანიზაციებს და უშუალოდ მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ პირდაპირ კონდეს წარმომადგენელთან კომუნიკაცია და ამავე დროს ოფისს ექნება საშუალება კონდეს კოორდინაციის როლი და უფრო გააძლიეროს ის რელიგიური ორგანიზაციები, უშუალოდ ჩართოს სხვადასხვა კონფერენციები მიმდინარე პროცესებში და ადგილზე მოხდეს სხვადასხვა პრობლემების ანალიზი, მოგვარება და კოორდინაცია. რეგიონული წარმომადგენლობის გახსნა ქვემო ქართლის გარდა აჭარაში და სამცხე-ჯავახეთში იგეგმება.